ჩემი სტუმარია ულამაზესი, პატარა, ციცქნა, უსაყვარლესი, ჩასაყლაპი ადამიანი შეხედა ვიტყვი ამას ჭიანჭველას ფეხს არ დაადგავს, არ გაჭყლიტავსო. მაგრამ აი თუ ტატამზე აღმოჩნდი მასთან ერთად, მტრისას დაგდებს ბეჭებზე. დიახ, არ მოგესმათ. ჩემი სტუმარია მოჭიდავე ქალბატონი ლუსი ტუხაშვილი. კაპაჩობა. ველოდებოდი. რა ლამაზი კაბა გაცვია. მადლობა. რანაირი ხარ, ლამაზი ხარ, საყვარელი ხარ, ცისფერ თვალება. თუ რაღაცნაირი ხო, ცისფერ თვალება ხარ, ხო? კი. გაიცინე? აი? მოჭიდავე ლუსი მოვიდა. ხო მოჭიდავე ხარ? კი. ხო სწორად გამოგაცხადე. არ რომ შეხედავს ადამიანი ვერ იწვის მასე. ფაქიზად, საიდან ჩამოხვედი? სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბესხევი. სიყვარულის ქალაქიდან მოხვედი? კი. ეს სიყვარულის ქალაქიდან ადამიანმა. რატო გადაწყიტე რომ ვინმე ბეჭებზე დააგდო შვილო? ჩემო დამა მივიდა მითხრა რომ შენ შემოდიო რადგან ჭიდაობაზე ჯერ გასწავლის სილეთებსო და მე უკვე კარგად ივარდიჩებო და ცნობილი გახდებიო. ძალიან საინტერესო ფორმულირება იყო. ჭიდაობაზე შედიხარ, ჯერ ილეთებს სწავლობ და მერე ცნობილი ხდები. ოღონდ დამგითხრა ხო ეს ყველაფერი? კი. თვითონაც მოჭიდავია დაც? კი. დიდია, უფროსია ესე იგი ხო, რადგან გირჩია. და რამე ისეთი შედეგებიანი და არის? კი. საქართველოს ჩემპიონია. ხო, მაშინ მაგას დაეჯერება. ესე იგი, ვერც შენ და ვერც შენი და ვერასოდეს ვერ მიხვდებით. ალბათ რატო მოელია წითელ ქუდას მგელი. დააგდე ბეჭებზე ეგრევე რა, ბებია ჭამა არა ესა. და თოჯინებით თამაში გიყვართ შენ და შენდას? ჩემდას არამე ცოტა. შენ ცოტა, რას შევიხო, აჭიდავებ ხოლმე? წავიღე, შეუვარდი, წელს შევიდა. ბარბიერება თუ კენი? ბარბელება. ბარბიერება? რა თქმა უნდა, აბა. კენის მოსაგები სად არის? კაცი ვიცი მე სადა? კუხნაში. ისე სხვათა შორის მამაკაცები გაცილებით უფრო კარგი მზარეულები არიან. არა. არა? შენ უფრო კარგი მზარეული ხარ? კი. მაგარ საჭმელებს აკეთებ? კი. როგორს? ხაშლამასა ხარ შამშილო? ხაშლამას არა. აბა, წვაცაწვაა? ხანდახან. ხანდახან. კიდე? ლობიანებს ვაკეთებ. ლობიანებს აცხობ? კი. სადა ბოდბისხევში ლობიანს რა უნდა? რატო გადაწყვიტე თუ ცოტა ხე? რაჭაა? ბოდბისხევში უფრო გემრიელები გამოდის. რა ვერ გეკამათები, რა ვიცი, მოდი ეკამათე ხა, აბა. რა თქმა უნდა, აბა რა. მანდ უფრო გემრიელი გამოდის, ამით თუ შენი გაკეთებული თუ არის, აბა როგორი იქნება. და დის გარდა ვინა ყავს კიდე? ძმები. ძმები. დიდები არიან? ორი დიდია, ერთი 11 წლისაა. მაინც დიდია? არც ესე. ანუ სამი ძმა ყავს და ორიდან ხუთნი ხართ? კი. იმრავლე ჩვილო. გამარჯობა ვიკა. გამარჯობა. რამდენი წლის ხარ ჩვილო? 14-ის. რამდენი? 14. და უკვე საქართველოს ჩემპიონი ხარ? დიახ. რა მაგარია. შენ გელაცვალე მე. ვისთან დადიხარ ჭიდაობაზე, აბა ორივე? ბატონ ჯონი ქრუიშვილთან. ჯონი მას, როგორ ახართ? კარგად, მადლობა, თქვენ როგორ ახართ? აბა დებით უხაშვილები. შრომელი ბავშვები არიან. პირველ რიგში უყვართ შრომა, რაც პირველ რიგში საჭიროა სპორტში. მთავარი ალბათ. კი. და პერსპექტიული ბავშვები არიან. ნუ ეხლა საქართველოს ჩემპიონობა 14 წლის ასაკში უკვე საინტერესო შედეგებია. კი, არეზარებათ ვარჯიში და რანაირად პრინცესასავით როზის აკა და მოჭიდავენ ვაი. დღეში ორჯერ ვარჯიშობს სხვათა შორის. მართლა? საღამოთი. და დაჩის თქვენთან დადის?
დაჩიც კი. ერთად, ანუ ბიჭები, გოგოები ყველანი თქვენთან არიან და გზრდით ეგრე ყოჭაღებს, ჩემპიონებს. კი, ვცდილობთ. დარბაზი კაი გაქვთ? ეხლა გადავდივართ კარგ დარბაზში. უკვე აშენებულია და მალე გავიხსენებ. ძალიანაც კარგი. წარმატებები მინდა უსურვოთ მადლობა. თქვენს მოსწავლეებს. ეგ ბიჭი ვინ არის გვერდზე? ესეც მოჭიდავი დათუნა. დათუნა? ფათალიშვილი. ფათალიშვილი. კი. ჭიდაობ ძმო? 4 წელია. მერე ყოჭაღი ხარ? რა თქმა უნდა არა? არც მოიცა, რასაც ჭიდაობთ ეხა თქვენ? რა ჭიდაობაზე დადიხართ? ლუსი თავისუფალს ჭიდაობს და მე ბერძნულ რომაულს. მეგობრები ხო გყავს მოჭიდავეების გარდა კაცო? ისე. მარიამი. მარიამი. სად არის საუკეთესო მეგობარი მერე? ექსის. აქ არის? გამარჯობა. თქვენ ახალ საუკეთესო მეგობარი? დიახ. შენც მოჭიდავე ხარ შილო? კი. ახალი მოჭიდავეები არიან ჩვენი სტუმრები, განსაკუთრებით აი ეს ბოდბისხეველი გოგონამ ულამაზესი უსაყვარლესი, რომელიც ეხლა წარმოგვიდგენს ტატამზე საჩვენებელ გამოსვლას და გდებებს. მიდი. ოპა! აბა კისრული იყო ესა? აბა როგორ არის კისრული კიდე ერთხელ? კარგი ხარ? დათუნა ფათალიშვილი. დადო ბეჭებზე ხა აი ამ წამს. შვენიერი კისრულით. აბა მიდი ლუსი. ვეცა. ეგ რა იყო? ეს იყო მოგვერდი. ეხა გავაკეთოთ ჩახვეული, იგივე ვერტუშკა. მიდი. ხეიდან ამ ვერტუშკას ჩვენ ვარქმევთ ჩახვეულს, რადგან ხელზე ჩახვევით ხდება ეს ამბავი, ახალი ტერმინი დავამკვიდრეთ. მოგვერდი. წავიდა მოგვერდი. ოპა! ვაჰ, რა მაგარი ხარ. აბა ის ჩვეულებრივი მოგვერდი რომელია? თან კისერზე ეკიდები და ისე მიყავს. რა მაგარია. ფეხში შესვლა. ოპა! ოჩახ დათუნა ნახე რა სწორად აკეთებ რომ ფეხი არ მოგტეხოს. რა დაგვრჩა? გდება. წავიდა. ეხა მე მაქვს ერთი ესეთი შემოთავაზება. დათუნა ეხა კარგი ბიჭია. კარგი პარტნიორობა გაგვიწია, მადლობა უთხრათ. ჩამოვართოთ ხელი. დიდი მადლობა. ბატონო დავით, წარმატებებს გისურვებთ. გასაგებია რომ ეს საჩვენებელი გამოსვლა იყო და შესაბამისად ესე ადვილად დაიყოლიე და ამიტომ ესე ახლა რა მაგრა დავაგდე? აი მე არ დამყვა ხედავ. იცის რა. მადლობა დიდი შემოგევლე. მაგრამ ერთი შემოთავაზება მაქვს შენთან. საქართველოს ჩემპიონებს გაუმკლავდები? ვიკა, მოდი აბა ერთი წამი. ვიკა ტუხაშვილი. 14 წლის საქართველოს ჩემპიონი. მოდი, აბა დაუდექი. რატო წახვედი? შეგეშინდა ჩემპიონთან? მოდი ბეჭებზე უნდა დაგდოთ, მოდი. მიდი აბა ჩემპიონს გაუმკლავდი. წავიდა, კისრული. ოპა! ხოჩა! დაიტკინე. გამიგეთკინა? არა, ოყოჩაღად ახარ. კარგი. ეხა ჩახვეული. ოპა! აი, ხარი რო არ მოგწდეს, იძულებული ხარ გაყვე. თორე მოგატეხავს ხელს, ხო ეგრეა, ჩაგეხვევა და ეგ არის და ჩაგიტრიალებს. მოგვერდი, მიდი. კარგი ხარ, ყოჩა. მოდი ახლა გავაკეთოთ იღლიიდან მოგვერდი. ოპა! კარგი ხარ. ფეხში შევიდეთ. ოპა! შევიდა, ხედავ, ყოჩა. და ერთი დავქნათ, იცი, გდება. გდება შეძლებ? ოხ!
აი როგორია, დაიმახსოვრეთ, როგორია. ხედავთ, იცინის. ისე ხო გითხარით, ფეხს არ დაადგამს ჭიანჭველას, მაგრამ აქ თუ შემოხვედით, უიმე რა სახიფათოა, ჯონი კარგი რა. შენი დამსახურებაა, რომ ესეთი გოგოები გყავს შენ. მადლობა დიდი. ჩემპიონო. ყველაზე მეტ მედალს გისურვებ დედამიწაზე, ვისაც კი ქონია შენ. ასევე შენც რომ წამოიზრდები, აუცილებლად დაიწყებ საქართველოში კახეთის ჩემპიონები უკვე ხართ. საქართველოს ჩემპიონობა და მერე ევროპა და მერე ოლიმპიადა გვინდა მედლების გარეშე არ დაგინახოთ იცოდე. ახლა კი სპეციალურად ამას მოგვერც არ უკეთებ, შინაურია ლოკომოკოს ლომი. მოდი ლომო, ოღონდ თხილად. სახიფათოები არიან. არ უკეთებ არაფერს. მარტო ხელს არ თვენ და ეგ მოსულა, ჩახუტება კარგია. დაწყნარდი ხო ლომო? მეც ვინერვიულე, რა ვიცი. მაშ ასე მეგობრებო, ჩემი სტუმარი იყო ლუსი, დათუნა ფათალიშვილი, ლუსი და ვიკა ტუხაშვილები.